პარტია ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ BBC-ს. საჩივრის გაგზავნის შემდეგ დროის ათვლაც დაიწყო. საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიასა და აბსურდულ ბრალდებებზე პასუხისმგებლობის სასაღებად ბრიტანულ მაუწყებელს რამდენიმე თვე აქვს. საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციის დაზიანების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ BBC-ს კითხვებზე პასუხის გაცემა საერთაშორისო დონეზე მოუწევს. ქართულ მხარეს კონკრეტული მიზნები და მოთხოვნები აქვს. ჩვენი საჩივრით მოთხოვნილი გვაქვს. პირველი, ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან. მეორე, BBC-ს მხრიდან საჯარო და მკაფიო ბოდიშის მოხდა. ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე ვარაუდისა და მტკიცებისთვის თითქოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის თითქოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როდესაც შეკრებების მონაწილეები მასზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობდა ძალადობრივი შეკრებების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებებში. ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებულ ბრალდებებს, რომლებიც არ უღებს თავად BBC-ს სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ბიუროს ოფკომის მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. ბრალდებების აბსურდულობა, დარღვევებისა და არაკეთილსინდისფერი ქმედებების ხასიათი და მასშტაბი გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კამპანიასთან, რომლის მიზანია წინასწარ განსაზღვრული ყალბი ნარატივით საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციული დაზიანება. ხელისუფლების მიერ წამოწყებული საერთაშორისო დავის შედეგების მოლოდინში არიან ქართული გამოძიების კრიტიკოსებიც, რომლებიც ბრალდების ისრების გადატანას კვლავ მმართველი გუნდისკენ ცდილობენ და ირწმუნებიან, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალული ნივთიერება კამიტი გამოიყენა. ქართული გამოძიება ვერ იქნება სათანადო მტკიცებულება ამ შემთხვევაში ვერც ერთი სტანდარტით. ამიტომ იყოს და საქმე გამოძიებული, ჩვენ ღრმად ვწამს, რა თქმა უნდა, ყველა ამ მტკიცებულებიდან გამომდინარე, რაც თუნდაც ჟურნალისტურ გამოძიებაში იყო და ბოლო-ბოლო იმ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დაზარალებულებს ჰქონდათ, რომ საქმე გვაქვს აკრძალული ნივთიერების გამოყენებასთან. რეალურად თუ იარსებებს ასეთი საერთაშორისო დავა, ის უნდა დაეყრდნოს საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც დაადგენს თუ რითი მოგწამლეს 2024 წლის დეკემბერში და არა იმ სპექტაკლს სუსმა 5 დღის განმავლობაში, რომ ჩაატარა სიმართლის დასამალად. ქვეყნის შიდა თუ გარე აქტორების ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლება ფაქტებით პასუხობს. დაუზუსტებელი და აბსურდული ინფორმაციის გამავრცელებელ მაუწყებელს კი ჟურნალისტურ სტანდარტებს ახსენებს. BBC-ს როგორც თავისთვის დაწესებული, ასევე ოფკომის მიერ განსაზღვრული არც ერთი სტანდარტი, ძირითადი სტანდარტები არ დაუტოვებია, რომელიც არ დაერღვია. აბსოლუტური ტყუილები გავრცელდა ქართული ოცნების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა თავდასხმას ქართულ ოცნებაზე, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებაზე. ოფიციალური თბილისი ბრიტანული მაუწყებლისგან უკავშირს ელის. თუ BBC ცილისმწამებლურ პუბლიკაციებზე პასუხისმგებლობის აღებას ვერ შეძლებს, საქართველოს ხელისუფლება ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მიმართავს. შემდეგი ნაბიჯი ბრიტანეთის სასამართლოა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ცილისმწამებლური კამპანიის მხილებისთვის ქართულმა ოცნებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართოს.